გრძელდება ჩემი ესპანური თავგადასავლები. ამჯერად ხმელთაშუაზღვისპირა ერთ პატარა ქალაქში მივემგზავრები. ძველი მავრიტანული თეთრი სახლებით, აფენილიანი ქუჩებით და მწვანე სივრცეებით. ეს ქალაქია მარბელა, სადაც დავბინავდები და მის ახლომდებარე ქალაქებსაც მოვინახულები. მანქანა მადრიდში ვიქირავე და დავიძარი მარბელას მიმართულებით. მადრიდიდან მარბელამდე სამგზავროდ რამდენიმე მარშრუტია. თქვენზეა დამოკიდებული, რომელ საარჩევთ, რომელ გზაზე ივიდეთ, ფასიან თუ უფასო გზებზე. საშუალოდ 600 კილომეტრია დასაფარი, რომელსაც შესვენების გარეშე დაახლოებით 6 საათში დავფარავ. თუმცა, ხანგრძლივი გზის გათვალისწინებით, გზად რამდენიმე ადგილას გავჩერდები. პირველი შესვენება ქალაქ ტოლედოში უნდა გავაკეთო, რომელიც მადრიდიდან 70 კილომეტრში მდებარეობს. ტოლედო ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია და ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობით არის დატვირთული. მის კარგად დათვალიერებას ალბათ ერთი დღეც კი არ ეყოფა, მაგრამ ვინაიდან გზად იყო, გადავწყვიტე ცოტა ხნით მაინც შემოსულიყავი და დღეს მხოლოდ კათედრალს მოვინახულებ, თავს, რომელიც ქალაქის ზედა ნაწილში მდებარეობს. გავივლი ქუჩებში და შემდეგ კი გავაგზავნებ ჩემ გზას მარბელას მიმართულებით. თუმცა იმდენად ლამაზი ქალაქია უკვე, რასაც უყურებ, დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად ჩამოვა. კარგად ისე რომ ყველაფერი დაწვრილებით მოვინახულო და რა თქმა უნდა თქვენც გაგიზიაროთ. ტოლედო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ეს ქალაქი ცნობილია როგორც სამი კულტურის ქალაქი, რადგან საუკუნეების განმავლობაში აქ ერთად ცხოვრობდნენ ქრისტიანები, მუსლიმები და ებრაელები, რომლებმაც არქიტექტურისა და ხელოვნების არაჩვეულებრივი სინთეზი დატოვეს. ტოლედო რომაელებმა დააარსეს. ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ის ვესტგოთების მნიშვნელოვან დედაქალაქად იქცა. თუმცა მისი აყვავება მუსლიმურ პერიოდში იწყება. 1085 წელს მეფე ალფონსო მე-6-ის მეთაურობით ქრისტიანულმა ძალებმა ტოლედო დაიბრუნეს, რამაც ის შუა საუკუნეების ესპანეთის ძალაუფლების ცენტრად აქცია. 1561 წლამდე სწორედ ტოლედო იყო ესპანეთის დედაქალაქი. დღეს ის ესპანეთის ისტორიის ცოცხალი მუზეუმია. მისი კედლები, საკათედრო ტაძრები და ჩიხები წარსულის იერსახეს თითქმის ხელუხლებლად ინარჩუნებს. ტოლედოს საკათედრო ტაძარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე გოთური ტაძარი და ესპანური არქიტექტურისა და ხელოვნების ნამდვილი შედევრია. ამ ადგილას ჯერ ვესტგოთური ეკლესია იდგა, შემდეგ მეჩეთი. ბოლოს კი 1226 წელს ქრისტიანული ტაძრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა 250 წელზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ დაახლოებით 1493 წელს დასრულდა. ტაძრის სიგრძე 120, ხოლო მთავარი სამრეკლოს სიმაღლე 92 მეტრია. ტოლედოს საკათედრო ტაძარი ესპანური ხელოვნების ნამდვილი საგანძურია, სადაც ელ გრეკოს, გოიას, ველასკესის, ტიციანის და რუბენსის შედევრებია დაცული. ქალაქში არსებული ტაძრებიდან კიდევ ერთია გამოსარჩევი, სან ხუან დელ ლოს რეიესის მონასტერი. ყურადღებას იპყრობს მის გარე კედლებზე ჩამოკიდებული რკინის ჯაჭვები, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ჯაჭვები ეკუთვნოდათ ქრისტიან პატიმრებს, რომლებიც გათავისუფლდნენ მუსლიმური ყეობიდან გრანადასა და სხვა მავრიტანულ ტერიტორიებზე. როდესაც ეს ტყვეები გაათავისუფლეს, მათი ბორკილები და ჯაჭვები ტოლედოში გადაიტანეს, როგორც რწმენის, გამარჯვებისა და თავისუფლების სიმბოლო. მონარქებმა ბრძანეს, რომ ისინი მონასტრის გარე კედლებზე ჩამოეკიდათ, ქრისტიანობის ტრიუმფისა და ესპანელი ტყვეების ჩაგვრის დასრულების აღსანიშნავად. მართალია დანიშნულების ადგილი მარბელას მიმართულებით გვაქვს, მაგრამ სადაგზა არაერთ საინტერესო ქალაქია და მათ შორის არის კორდობა, რომელზეც გადაცემა ჩვენ გაკეთებული გვაქვს და თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ ინტერნეტში, მაგრამ შეუძლებელია რომ ამ ქალაქს გვერდი აუქციოთ და ჩვენც ცოტა ხნით ჩამოვიდგინეთ, რომ დავათვალიეროთ რაღაცები. პატარა შესვენებასაც გავაკეთებთ, წავიხევცებთ და უკვე გავაგზავნებთ გზას მარბელას მიმართულებით. კორდობა არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში გამორჩეული ქალაქია. განსაკუთრებით აღსანიშნავია აქ მდებარე მეჩეთ კათედრალი, მაგრამ აქ კიდევ არაერთი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა.
ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ჩამოვედით მარბელაში და დავბინავდით სასტუმროში. დასვენების შემდეგ ხანგრძლივი მგზავრობის მიერ გამოწვეულმა დაღლობამ გამიარა. ამიტომ გადავწყვიტე დღესვე მოვინახულო რომელიმე ახლო მდებარე ქალაქი. სამხრეთ ესპანეთი, ანდალუსიის რეგიონი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია, აქ არსებული უამრავი უნიკალური ქალაქითა თუ სოფლით. ასე რომ, აქ მოგზავრობისას ბევრი ვარიანტი გექნებათ და სრულად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული რა მიმართულებებს აირჩევთ. გადავწყვიტე დღეს მალაგას ვესტუმრო. ის 60 კილომეტრში მდებარეობს და მგზავრობას დაახლოებით 1 საათი სჭირდება. ჩამოვიდით ქალაქ მალაგაში, რომელიც მალაგის პროვინციის დედაქალაქს წარმოადგენს. ამ ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 600,000 შეადგენს, ითის ის ანდალუსიაში სიდიდით მეორე ქალაქია, ხოლო მთელ ესპანეთს თუ ავიღებთ, უკვე მე-6 ადგილს იკავებს. მალაგის ისტორია ჯერ კიდევ 2008 წლის წინ იწყება, როდესაც ძველი წელთაღრიცხვით 770 წელს ტვიროსთან ჩამოვიდნენ ფინიკიელები და აქ დაარსეს დასახლება, რომელსაც თავდაპირველად ერქვა მალაკა, დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა სახელი და დღეს ვიცნობთ როგორც ქალაქ მალაგის სახელით. ეს ქალაქი გამოირჩევა იმით, რომ 2800 წლიანი ისტორიის განმავლობაში ის ყოველთვის დასახლებული იყო და შესაბამისად დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მთელი თავისი ისტორიის არსებობის განმავლობაში მან გამოიცვალა კართაგენის, რომის, ბიზანტიელების, ვესტგოთების არაერთი მმართველობა, შესაბამისად მისი ისტორია, კულტურა და არქიტექტურაც ძალიან მრავალფეროვანია. დღეისთვის რამდენიმე ადგილი შევარჩიე და ნახოთ როგორ მომეწონება ეს ერთ შეხედვით განსაკუთრებული ქალაქი. პირველივე ღირსშესანიშნაობა ქალაქის ისტორიულ გულში, ალკაზაბას ციხესიმაგრის ძირში მდებარეობს. ის ქალაქის უძველესი ძეგლია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნით თარიღდება. როდესაც ქალაქი რომის იმპერიის ნაწილი იყო იმპერატორ ავგუსტუსის დროს. თეატრი კლასიკური რომაული დიზაინის მიხედვითაა შექმნილი. ის დაახლოებით 1000 ადამიანს იტევდა. შექმნიდან 200 წლის განმავლობაში ეს თეატრი გამოიყენებოდა წარმოდგენების, შეკრებებისა და სამოქალაქო ღონისძიებებისთვის. მესამე საუკუნის შემდეგ ფუნქცია დაკარგა. მერვე მეცხრე საუკუნეებში, მავრიტანულ პერიოდში, მისი ქვები და მარმარილო ხელახლა გამოიყენეს ალკაზაბის ციხესიმაგრის დასაშენებლად. მის კედლებში დღემდე შეგიძლიათ ნახოთ რომაული სვეტები. თეატრი ხელახლა 1951 წელს სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ის საუკუნეების განმავლობაში შუა საუკუნეების და თანამედროვე ნაგებობების ფენების ქვეშ იყო დამარხული. რა თქმა უნდა, ქალაქში ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა არის სასახლე, ან ციხესიმაგრე და არც მალაგა გამონაკლისი. ახლა შემოვიდი ალკასაბას სასახლეში, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 7 ევროა და მისი ყიდვა შეგიძლიათ როგორც ნაღდიან გარშემოწორებთ, ისე ბარათით პირდაპირ ავტომატიდან. ალკასაბას სახელი მომდინარეობს არაბული ენიდან, ალკასაბა, რაც ციტადელს ნიშნავს. უშუალოდ იმ ფორმით, რასაც ახლა ვხედავთ ამ ციხესიმაგრეში, აშენებულია მე-11-მე-14 საუკუნეებში, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში დაინგრეოდა, მას შეაკეთებდნენ, მაგრამ დღეს როგორც ხედავთ, უკვე საკმაოდ კარგად არის შემონახული და შეიძლება ითქვას, რომ ის მთლიან ევროპაში ერთ-ერთი კარგად შემონახული ციხესიმაგრედ ითვლება. ხალხი საკმაოდ ბევრი არის სიცხის მიუხედავად და ჩვენ დავიწყოთ მისი დათვალიერება. მალაგას ალკაზაბა ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მავრიტანული ციხესიმაგრე და ქალაქის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა. ის ერთ კომპლექსში აერთიანებს ისლამურ არქიტექტურას და რომაულ ნაშთებს. ციხესიმაგრიდან ულამაზესი ხედები იშლება ხმელთაშუა ზღვაზე. ის გიბრალტაროს ბორცვის ფერდობზე მდებარეობს, რომაული თეატრის ზემოთ და გიბრალტაროს კასტილიოს ქვემოთ. ისინი ერთად ქმნიან მალაგის უძველეს თავდაცვით სამკუთხედს. ფოტოები და ვიდეოები კი ვნახე ამ ადგილის, მაგრამ არც ასეთი კარგი წარმომედგინა, ვინაიდან ადგილზე მოსულს უფრო კარგი შთაბეჭდილება დამჩა ამ სასახლეზე, ვიდრე ესე ერთი შეხედვით ჩანდა. შეიმჩნევა რა თქმა უნდა არაბული ელემენტები, ეს იქნება მუკარნასები, ჩუქურთმები, თქმა უნდა შადრევნები, აბანოები, მაგრამ ყველაფერი რაც არაბული სამყაროსთვის არის დამახასიათებელი. საკმაოდ კარგი ციხესიმაგრეა, რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ერთ-ერთი კარგად შემონახული ციხესიმაგრე ითვლება, ამიტომ თუ მალაგაში ან ახლო მდებარე დასახლებებში მოხვდებით, გირჩევთ რომ აუცილებლად გამოიაროთ და მინიმუმ 1 საათი მაინც გამოყოთ, რომ ეს ადგილი დაათვალიეროთ. თან ბილეთი საკმაოდ კარგი ფასია, 7 ევრო ღირს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.
მალაგის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სადაც აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, არის მალაგის საკათედრო ტაძარი. ის 1588-1782 წლებში შენდებოდა, თუმცა ბოლომდე ვერ დამთავრდა, ვინაიდან ის ხარჯები, რაც საჭირო იყო ამ ეკლესიის ასაშენებლად, მიიღებოდა პორტიდან, კერძოდ საბაჟო გადასახადებიდან, მაგრამ მე-18 საუკუნის ბოლოს ეს თანხები წავიდა იმ აჯანყებულების მიმართ, ვინც ბრიტანეთს ებრძოდა და ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა გაკეთდა, მათ შორის ერთი აკვედუკით შეკეთდა, რომლითაც მთლიანი მალაგა მარაგდებოდა წყლით. კოშკის სიმაღლე, რომელიც ჩრდილოეთ მხარეს არის 84 მეტრი და ეს გამოირჩევა იმით, რომ ის ამ სიმაღლით ანდალუზიაში მეორე ადგილზეა სევილიაში მდებარე გირალდას შემდეგ. სამხრეთის კოშკი ვერ აშენდა, როგორც წეგან ვახსენე, შეწყდა დაფინანსება მისი მშენებლობისთვის, ამიტომ მას ესპანურად შეარქვეს ლა მანკიტა, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ცალხელა ქალბატონი. ესეთი უცნაური სახელის დაერქვა ამ ტაძარს. 6 საათზე იკეტება უკვე, ამიტომ შევეცდები ხარ მალე შევიდე, ვინაიდან 6:30-ია და ბოლოს რო შეგინდ დათვალიერება, რასაც თქვენს გაგჩვენებთ რა თქმა უნდა. ტაძრის შესვლის საფასური 10 ევროა. გადახდა შეგიძლიათ როგორც საბანკო ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშწორებით. დიზაინი აერთიანებს გოთურ საძირკველს, რენესანსის სტრუქტურას და ბაროკოს დეტალებს ფასადსა და ინტერიერში. ინტერიერი განსაცვიფრებელია, ჰაეროვანი, ნათელი და უხვად მორთული ხელოვნების ნიმუშებითა და ხის ნამუშევრებით. კათოლიკურ ეკლესიებში განსაკუთრებით მიყვარს ორღანი. ის მე-18 საუკუნის განეკუთვნება და დღემდე მოქმედია. ორღანი შედგება 400-ზე მეტი სალამურისგან. მარბელა ანდალუსიის რეგიონში, მალაგის პროვინციაში მდებარე სანაპირო ქალაქია. ის მსოფლიოში ცნობილია ხმელთაშუა ზღვის პლაჟებით, მდიდრული ცხოვრების წესით, ისტორიული ძველი ქალაქითა და ცოცხალი ღამის ცხოვრებით. ქალაქი რომაული პერიოდიდან არსებობს. სხვა ქალაქების მსგავსად, სახელი მარბელაც არაბულიდან მომდინარეობს. მე-15 საუკუნიდან ის წყნარ სათევზაო და სასოფლო-სამეურნეო სოფელს წარმოადგენდა, მაგრამ 1945-50 წლებში მისი ტრანსფორმაცია დაიწყო, როდესაც მაღალი ფენის წარმომადგენლებმა და ცნობილმა ადამიანებმა ფარულ სამოთხეთ აღმოაჩინეს. სანაპირო ზოლი ოქროსფერი ქვიშითა და სასეირნო ბილიკებით 25 კილომეტრზეა გადაჭიმული. მის ნაპირზე კი არაერთი სასტუმრო თუ ვილა მდებარეობს. საშუალო დონის სასტუმროებისა და აპარტამენტების ფასი 80-დან 100 ევრომდე მერყეობს. პლაჟებიც მრავალფეროვანია. აქ შეხვდებით კერძო, საოჯახო და ნუდისტურ სანაპიროებსაც კი. გასაშლელი სავარძლის იგივე შეზლონგის ღირებულება 10-დან 20 ევრომდეა. უფასოდაც შეგიძლიათ ცურვის შემდეგ მზეს მიეფიცხოთ. საუკეთესო სეზონი აქ სამოგზაუროდ აპრილიდან ივნისამდე და სექტემბერ-ოქტომბერია. ფასები საშუალო ევროპულია. ქალაქს კარგი მდებარეობა აქვს გარშემო არსებული დასახლებების გათვალისწინებითაც. დასვენებასთან ერთად შეგიძლიათ ბევრი ადგილი მოინახულოთ და თქვენი მოგზაურობა უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. ანდალუსიაში მოგზაურობისას ამ ქალაქს რონდას ვესტუმრეთ და შედარებით დაწულებით გითხარით ყველაფერი, რაც მაშინ მოვინახულე. მაგრამ თუ ის გადაცემა არ გინახავთ, გეტყვით რომ თუ ანდალუსიაში მოგზაურობთ ან გარშემო რომელიმე მარშრუტზე ხართ, გირჩევთ რომ აუცილებლად მოვინახულოთ ეს ქალაქი, ვინაიდან საკმაოდ პატარა, საყვარელი მყუდრო ქალაქი, სადაც თქვენთვის საინტერესო ადგილებს დარწმუნებულად აღმოაჩენთ. ხედი აქვე არის არენა, ძალიან საყვარელი ქუჩები, რომელიც ძირითადად ქვით არის მოგერწმული, მოკლედ თუ გიყვართ სამხრეთული ქალაქები, რონდა აუცილებლად მოგეწონებათ. ამ მოგზაურობაში ყველაზე მეტად ერთი ქალაქის დახვა მაინტერესებდა და დადგა ეს დღეც, როდესაც
ქალაქ კადის ვესტუმრები. მანძილი 180 კილომეტრია. ის დაფარვასაც დაახლოებით 2 საათს მოვანდობენ. კადისი პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, ვიწრო ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ქალაქი თითქმის მთლიანად ატლანტის ოკეანით არის გარშემორტყმული, რაც მას უნიკალურ კუნძულის მსგავს შეგრძნებას ანიჭებს. სავსე მზით, ზღვის ნიავითა და ისტორიით. ის დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია. ჩამოდი ჩვენი დანიშნულების ადგილზე ქალაქ კადისში, გავაჩერდ მანქანა და გამოვედი უკვე ქუჩაში ქალაქის დასათვალიერებლად. კადისი არის კადისის პროვინციის ცენტრი, მთავარი ქალაქი და მიზედა ქალაქს წარმოადგენს. მალაგის მსგავსად კადისიც ტვიროსელმა ფინიკიელებმა დაარსეს ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში. მიღებული ფაქტი არის, რომ ეს ქალაქი ძველი წელთაღრიცხვით მე-11 საუკუნეში დაარსდა. თუმცა არქეოლოგიურ გათხრების შედეგად ყველაზე ძველი ფენა, რომელიც აქ აღმოჩნდა, მიეკუთვნებოდა ძველი წელთაღრიცხვით მე-9 საუკუნეს. ისტორიკოსები ამ ფაქტს იმით ამართლებენ, რომ შესაძლოა ძველი წელთაღრიცხვით მე-11 საუკუნეში აქ მხოლოდ პატარა დასახლება იყო, რომელიც ძირითადად სეზონურად იყო ვაჭრობისთვის განკუთვნილი. ფინიკიელებმა ეს ქალაქი დაარსეს სავაჭრო პორტად და ძირითადი დანიშნულება ჰქონდა, რომ მოეპოვებინათ ლითონი, როგორც არის ოქრო, კალა და განსაკუთრებით ვერცხლი. თუმცა პირველი დასახელება იყო გადირი ან აგადირი, ხოლო კადისი უკვე მოგვიანებით დაერქვა. ძალიან საინტერესო ქალაქია, ბევრი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა ამ ბევრი სანახავი ადგილიდან შევარჩიე რამდენიმე და ახლა უკვე ნელ-ნელა დავიწყოთ ამ ქალაქის აღმოჩენა. ოკეანით გარშემორტყმულ ვიწრო ნაჭერზე მდებარე კადისი უმეტესწილად ტიპური ანდალუსიური ქალაქია, კარგად შემონახული ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ამ ქალაქს ჩამოსვლის შემდეგ პირველ რიგში მინდოდა რომ მომენახულებინა ის ადგილი, რომელიც შედარებით მალე იკეტება 5 საათზე და რომელიც გამორჩეული იქნებოდა თავის ისტორიით. ეს არის რომაული თეატრი. ისე ძველი გადაცემები გინახავთ, არაერთ ასეთ ადგილზე მიმოგზაურია. ეს იქნებოდა უბრალოდ თეატრი თუ არენა ხორვატიაში, საფრანგეთში, თავისთავად იტალიაში, საბერძნეთში, მაგრამ გამორჩეულია ეს ნამდვილად, იმიტომ რომ შედარებით რასაც ვუყურებ, ძველი კარგად არის შენარჩუნებული. ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში აშენდა ეს თეატრი. არც ისე დიდი ხნის არსებობის განმავლობაში 5 საუკუნის შემდეგ შესაბამისად ახალ წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში უკვე დანგრეული იყო. ხოლო მე-13 საუკუნეში მისი ნანგრევებით ამ ადგილას აშენდა ციხესიმაგრე. ამ თეატრის დიამეტრი 120 მეტრი იყო და როგორც ამბობენ, ის 10,000 მაყურებელს იტევდა. არენაზე ყოფილა, მაგრამ მგონი ეს ყველაზე გამორჩეული იქნა გამომდინარე, რომ ასე გვირაბებში არ მახსენდება, რომ გამევლოს. თუმცა ასეთ ძველ ადგილებში მოგზაურობ, ყოველთვის მაქვს ხოლმე განსაკუთრებული განცდა ასეთ სიძველესთან შეხებისას, ვინაიდან თითქოს მართლა ნაბიჯს გადადგავ წარსულში და იმ ეპოქაში მოგზაურობ და თვითონ ნაბიჯასაც ახლა გავდივარ გვირაბში. თითქოს ამ წარსულისკენ მიმავალი გზა არის. რა თქმა უნდა, აღდგენილია ეს ყველაფერი, მაგრამ სტრეს ეფექტი შენარჩუნებულია და შესაბამისად ძალიან მიმარტივდება, რომ ჭალებში წარსულში მოგზაურობა უფრო შესამჩნევი გახდეს. კადისი ერთდროულად უძველესიცაა და ახალგაზრდაც, სავსე ისტორიით, მაგრამ სუბუქი, ბედნიერი რიტმით. სწორედ ამიტომ ის ძალიან პოპულარულია მოგზაურებში და წლის ნებისმიერ დროს უამრავ ტურისტს შეხვდებით.
როდესაც ქალაქ კადისში შემოხვალთ, ერთ-ერთი შენობა, რომელსაც დაინახავთ და შეამჩნევთ აუცილებლად, არის კადისის საკათედრო ტაძარი, რომელიც მართლაც გამორჩეულია და ძალიან ლამაზია. თუმცა ამ ტაძრამდე საკათედრო ტაძარი სხვა იყო, მაგრამ მე-18 საუკუნეში, როდესაც მოსახლეობა უკვე ჭარბობდა, ის ტაძარი აღარ იყო საკმარისი, ამიტომ საჭირო გახდა ეს ტაძარი აეშენებინათ. მისი მშენებლობა 116 წელიწადი მიმდინარეობდა 1722-დან 1838 წლამდე და მეორენაირად ამერიკის საკათედრო ტაძარსაც ეძახდნენ, ვინაიდან ის აშენებულია ამერიკასა და ესპანეთს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულებიდან შემოსული ხარჯებით. ტაძარი ქალაქის ჰორიზონტის დომინანტური ღირსშესანიშნაობაა. მისი ოქროსფერი გუმბათი, რომელიც ანდალუსიის მზის ქვეშ ანათებს, ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან და ზღვიდანაც კი მოსჩანს. მას მეტსახელად ახალი საკათედრო ტაძარი შეარქვეს, რათა განასხვავონ ის ოდესღაც ახლოს მდგარი ძველი გოთური საკათედრო ტაძრისგან. ახლა მოვედი სან სებასტიანის ციხეში, რომელიც ნაპირიდან დაშორებით ერთ პატარა კუნძულზე მდებარეობს. ტრადიციული თქმულების თანახმად, აქ იყო კრონოსის ტაძარი, რომელიც არის ბერძნულ მითოლოგიაში ზევსის, ჰადესის, ჰერას და სხვათა მამამ. თუმცა, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ 1457 წელს აქ აშენდა პირველი საბლუცელო, რომელიც ვენეციური გემის ეკიპაჟმა აშენა, მას შემდეგ რაც ისინი ჭირისგან განიკურნენ. თითქმის 3 საუკუნის შემდეგ 1706 წელს აქ აშენდა პირველი ციხესიმაგრე, რომელსაც უკვე ჰქონდა შემოსაზღვრული გალავანი, შესაბამისად ეს ტერიტორია იყო ერთ-ერთი დაცული ტერიტორია. უკვე 1860 წელს დააკავშირეს ერთმანეთთან ნაპირი და ეს კუნძული და დაახლოებით 800 მეტრის გამოლის შემდეგ სრულიად უფასოდ შეგიძლიათ გამოიაროთ და აქ მოხვიდეთ. დღეისთვის ძალიან პოპულარული ადგილია ის ტურისტებში, ვინაიდან აქედან როგორც ამბობენ არაჩვეულებრივი მზის ჩასვლა ხოლმე და მეც სწორედ აქ მოვედი, რათა დავტკბე ამ ლამაზი ხედებით. და ვფიქრობ, შესანიშნავი ადგილია ამ გადაცემის დასასრულებლად. შეჯამებისთვის ალბათ უნდა ვთქვათ, რომ შედარებით განსხვავებული გადაცემა ქონდა, ვინაიდან როგორც წესი, როდესაც ქალაქს ჩავდივარ, ყველაფერს ვნახულობ ხოლმე, დაწვრილებით გიზიარებთ ამ ინფორმაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში გაჩვენეთ, როგორ შეიძლება კომბინირებულად თან დაისვენო და დატკბე შვებულებით და თანამედროვულად გარშემო არსებული ქალაქები რაც იქნება, ძირითადი რამები მოინახულოთ. ვფიქრობ, საინტერესო თავგადასავლები გამოვიდა, მე ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი და იმედია თქვენც ისიამოვნებთ. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას შემდეგი ადგილებიდან. შემდეგი გადაცემიდან ბრუნდები მილანში და ვაგრძელებ ევროპულ მოგზაურობას.